უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ამ ლოზუნგი თბილისში ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ შაბათის ტრადიციული მარში გაიმართება. დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილია საერთო მტერთან ბრძოლაში უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და რუსული ოკუპაციის დაგმობა. ეს მსვლელობა იქნება კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი კიევისთვის, რომ ქართული ოცნების ანტიუკრაინული პოლიტიკის მიუხედავად ქართველი ხალხი მათი მოკავშირეა. თაკო მაისურაძე განაგზობს საუბარს ახლა პირდაპირ ეთერში. თაკო, გისმენთ. აქციის მონაწილეები შაბათის მარშის ორგანიზატორები საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაუდგეთ გვერდით უკრაინას და უკრაინაში მებრძოლებს, როგორც უკრაინელებს, ასევე ქართველებს. საუბრობენ იმაზე, რომ ეს ორი ერი და ეს ორი ქვეყანა ყოველთვის ისტორიულად ერთმანეთის მხარდამხარ იყო და იბრძოდა საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელიც არის რუსეთი. იხსენებენ იმასაც, რომ 90-იან წლებში უკრაინელები იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ახლა კი მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არაერთი ქართველი, ათასობით ქართველი არის წასული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. 120-ზე მეტი მათგანი დაიღუპა და შაბათის მარშიც მიეძღვნა მათ ხსოვნას. რამდენიმე კვირის წინ ჩამოასვენეს უკრაინაში მებრძოლი ქართველები და მათი ოჯახის წევრები, მხარდამჭერები იმყოფებოდნენ ამ საპროტესტო აქციაზე და მარშზე. ისინი ამბობდნენ, რომ ძალიან ამაყობენ თავიანთი ოჯახის წევრებით და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები იბრძვიან საქართველოს და უკრაინის საერთო მტრის წინააღმდეგ და დღევანდელი მარშიც სწორედ ამას ეხება და მოუწოდებენ აქციის მონაწილეები ყველას, ვისაც ის რომ რუსეთი მტერია, რომ გამოვიდეს და გამოხატოს ეს პროტესტი. ეს მარში მიეძღვნება საქართველოს და უკრაინის ერთობლივ ბრძოლას რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, ოკუპაციის წინააღმდეგ და კარგად გვინდა ჩვენს მოქალაქეებსაც და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ეს არის ერთიანი ბრძოლა, სადაც რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი აქვს ამ პროცესში უკრაინას, უკრაინელ ხალხს, თუმცა ამ ბრძოლაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს თანამემამულეები, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ ბრძოლას ვაწარმოებთ ქვეყნის შიგნით, ვართ წინააღმდეგობაში ამ ხელისუფლებასთან, ამ პოლიტიკასთან და შესაბამისად გვინდა რომ გამარჯვება უსურვოთ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას. შვიცარიელზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან და ჩვენი ღირებულებებისთვის ვიბრძვით. ეს იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს დიდება, სინდისის პატიმრობით მრავალი სხვა. დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან დღევანდელი შაბათის მარში ეძღვნება საქართველოს და უკრაინას და მათ დიდებას, ჩვენი გმირების ხსოვნას და უკრაინელი გმირების ხსოვნას. ჩვენ უნდა გამოვიდეთ, ვინაიდან დავანახოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხი არის ევროინტეგრაციისკენ, საქართველოს იბრძვის უკიდებლობისკენ და დემოკრატიისთვის და რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. ამიტომ დღეს შვიცარიელზე ყველას გელოდებით ფილარმონიასთან და ერთად გავუყვეთ ამ დიდების მარშს. შაბათი მარშის დღეა, ყოველ შაბათს ვიკრიბებით ხოლმე შვიცარიელზე ფილარმონიასთან და ერთად ვიწვრებით ხოლმე მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დღე იმ მხრივაც, რომ გამოვუცხადებს ჩვენს სოლიდარობას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ამიტომ შემოგვიერთდით, ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ერთად გავიმარჯვებთ. შაბათის ყოველკვირეული მარშის მონაწილეები შვიცარიელზე დაიწყებენ შეკრებას ფილარმონიასთან, მათ ექნებათ სხვადასხვა საპროტესტო ბანერები, იტყვიან სხვადასხვა შეძახილებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული და დაიწყებენ მსვლელობას პარლამენტის მიმართულებით.